მოგესალმებით მეგობრებო, აბონციციაშვილი აგრძელებს დილის საუბრებს. დღეს მე მინდა გესაუბრო ტრამპის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე. ტრამპის თამაშებზე, რომელიც აგერ მთელი მსოფლიოს ალაპარაკო გახდა, ამ ფენომენზე ბევრი ფიქრობს, ბევრი შესწავლის საგანიც არის. ჩვენთანაც რა თქმა უნდა ამაზე ლაპარაკობენ, მე ერთს ლაპარაკობს, მეორე საკითხებს, იმის ფიქრობს და რატომაც არა ასეც უნდა იყოს. ძალიან რთული ფენომენია და ერთი შეხედვით ის თითქოს არის ქაოტური, მისი თამაშები და მისი სტრატეგია რეალურად კი არის ძალიან კონკრეტული სტრატეგია და ჯდება ჩარჩოში და მას დაარქვეს კონტროლირებადი ქაოსის დოქტრინა. სამართავად ძალიან რთული, მხოლოდ ტრამპის გენიალური ტვინი თუ შეძლებს ამის მართვას და ძალიან საინტერესო შედეგების მომცე. მეორე თამაშს დაარქვეს გიჟის თეორია, რომელიც ნიქსონის დროინდელი კონცეფციის მოდიფიკაცია მეგობრებო და რაც მოიცავს იმას, რომ მე მზად ვარ, გადავდგა ყველაზე რადიკალური ნაბიჯიც კი, თუ დათმობაზე არ წამოვა ჩემი ოპონენტი. ამასაც რა თქმა უნდა ჭირდება ტრამპისნაირი უძლიერესი შესაძლებლობები, კონდეს გონებრივი შესაძლებლობები ადამიანს, ხშირად ამბობენ, რომ იმით ტრამპი გაუნათლებელია, ტრამპი ისე, ტრამპი ესე, აი 1000 სისულელეს რომ მიაწერენ ტრამპს, მაგაზე ვგიჟდები რა. მეგობრებო, არაფერი, რასაც აკეთებს ტრამპი გინაში და პოლიტიკისთვის, გინა გარე პოლიტიკისთვის არ არის შემთხვევითი, არ არის ქაოტური, ვითომ და ქაოტური, ხო ვთქვით, კონტროლირებადი ქაოსის დოქტრინა. და მესამე თამაშის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება დისტანცირების ოპტიკა. ანუ თითქოს არ ადარდებს მოახლოებული არც midterm არჩევნები, არც ეს, მაგრამ ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას სურს. მოკლედ, მოდი დავიწყოთ მოსვლის დღიდან ტრამპის თამაშები. დაიწყო ტარიფების თამაშები, პანამის არხი, გრენლანდია, მექსიკა, კანადა, პარალელურად ჩადის ჯეიდი ვენსი და თავზე ახურავს ევროკავშირს და ევროპას. ძალიან შედეგიანი გამოდგა ტრამპის ეს კონტროლირებადი ქაოსი. მერე უკვე ვენესუელას საკითხი და მადურო, აგერ კუბაც მოჭიმულია და რა თქმა უნდა ირანი, სადაც ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპი აგებს, ტრამპი არის ცუდ პოზიციებში, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან ბევრი სულელი ფიქრობს, რომ ირანთან შეჭრა ეს იყო ისრაელის თემა. ეს იყო ჩინეთის თემა, ძალიან კარგად ვიცით და ჩინეთი მოექცა აბსოლუტურ მოაქცია ხაფანგში, ისე რომ ჩინეთი ახლა დამოკიდებული არის ამერიკულ ნავთობზე და ამერიკას ახლა ძალიან ბევრი ნავთობი აქვს. არ დაგავიწყეთ, რომ 36 საათში აი ამ სტრატეგიული პაუზის დროს იქ პაუზებს რო არ ტყავდა ირანთან მიმართებაში, 36 საათში $2 ტრილიონი გააკეთა ამერიკამ. აწევს, თამაშობს ხალხო. ეს ძალიან სახიფათო თამაშია, მაგრამ მხოლოდ ტრამპის გენიალური ტვინი თუ შეძლებს ამის გაკონტროლებას, თავის უმაგრეს გუნდთან ერთად მეგობრებო. აგერ რუსეთს რა დაემართა, საერთოდ ბენზინი უკვე ტალონებზე აქვთ და რა ვიცი, აბა თქვენ რას ფიქრობთ, პოზიცია, ოპოზიცია, ესე უნდა დაუბრუნდე ჩვენს ბედყრულ საქართველოს. მეგობარი აქტი დააპაუზდა, მეგობარი აქტი ჩაავარდა, მეგობარი აქტი ესე, მეგობარი აქტი დაიბლოკა. ეხლა ამბობენ, მეგობარა, სწორი ახალი კანონპროექტი მიეწერა. დიახაც და ამაზე მე არაერთხელ ვისაუბრე და კიდევ ერთხელ ვისაუბრებ, რომ ამერიკამ დაიწყო გამოძიება საქართველოში, რუსეთის, ჩინეთის, ირანის სპეცსამსახურების ყველა ოპერაციის შესწავლით, ყველა მოთამაშეთი, ყველა აქტორით, რომელიც იყო ამით დაკავებული, რომელმაც აიღო ფული, რომელიც იყო მოსყიდული, ყველაფერი დაიდება მაგიდაზე. გეყოფათ თამაში ტრამპთან და გააკეთეთ ის, რასაც ტრამპი გეუბნებათ. გეყოფათ ეს ოპოზიცია ერთმანეთი რო დაჭამეს, გეყოფათ ერთმანეთის დაჭმა. აღარ შემიძლია რა. ნახეთ რა დღეს ჩავარდები.